ლითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღევანდელ სახარებაში უფალი ჩვენ გვეუბნება, რომ ვისაც მე უყვარვარო, ჩემი მცნებებით დაიმარხოსო. ამითი გამოჩნდება, ესე იგი, ადამიანს ღმერთი უყვარს თუ არა და პირველესი მცნება არის ის, რომ ადამიანმა ღმერთი უნდა შეიყვაროს და უფალი როგორც ამბობს, მეორე ამის მსგავსი მცნება არის, რომ ადამიანმა შეიყვაროს მოყვარსენი, როგორც საკუთარი თავი. ესე იგი, ადამიანის მიერ ღვთის სიყვარულიც გამოჩნდება იმაში, რამდენად უყვარს მოყვარსი. რამდენად ეპყრობა მოყვარს ისე, როგორც საკუთარ თავს, ესე იგი, როგორც ჩვენ გვინდა რომ სხვა მოგვეპყროს, როგორც ჩვენ გვინდა სხვა მოგვითმინოს, სხვა გაგვიგოს, გაგვითვალისწინოს, რამდენად ვეპყრობით ჩვენ ჩვენს მოყვარს, ამით ჩანს ჩვენი ღვთისადმი სიყვარული, იმიტომ რომ ყველაფერიც რო აღასრულო, როგორც მოციქული პავლე ამბობს, თუ ღვთის სიყვარული არ აქვს, მაშინ ამაოყო, თუ სიყვარულით არ აკეთებ რაღაცას. იქნა თქვამია, რომ აი შენ მთელი შენი მონაგებიც რო სხვას მისცე, შენი სხეულიც რომ დასაწველად მისცე და უშოთ ანგელოზებრივ ენაზე რომ მეტყველებდა, ყველანაირი მეცნიერება რომ იცოდე, ესე იგი, ისეთი რწმენაც რომ მქონდეს, რომ მთებით გადაადგილო, მაგრამ სიყვარული არ ქონდეს, მაშინ ყველაფერი ფუჭი და ამაოყო. და სიყვარული სწორედ იმაში ვლინდება, რომ ადამიანი ღვთის მცნებას აღასრულებს. და როგორც თქვით უკვე უპირველესი ამათ შორის არის ის, რომ ღმერთი შეიყვარო და ეს ჩანს იმაში, რომ ადამიანი გიყვარდეს. ჩვენ შეიძლება სახარება არ ვიცით, არადა ქრისტიანის სახარებას უნდა კითხულობდეს, მუდმივად უნდა კითხულობდეს. აი ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ მე სახარება წაკითხული მაქვს. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ერთ-ერთი სასულიერო პირი მამა თეოდორი ასეთ რაღაცას ამბობდა, რომ ესე იგი, ეს ნატურა ეხლა ხო ანათებს და ნატურას თუ მოაცილებ იმდენის წყაროსგან, ის ჩაქრება ხო მართალი. მე რა რომ გუშინ ანათებდა და გუშინ წინ ანათებდა. ის მაშინ ანათებს, როცა დაკავშირებულია იმდენის წყაროსთან. ადამიანიც ესე ყოველთვის კავშირში უნდა იყოს ღვთის სიტყვასთან. მაგრამ არა მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ ვკითხულობდეთ, არამედ იმისთვის უნდა ვკითხულობდეთ, რომ ჩვენ აღვასრულებდით. აი ეს არის მთავარი და შეიძლება როგორც დავიწყე, ესე იგი, ადამიანი დავუშვათ არ კითხულობს სახარებას, მაგრამ უფალი რას გვეუბნება, რომ რითი უნდა გამოიცნო, რომ რა არის საკეთებელი, ესე იგი, რა არის ღვთის მცნება, როგორ უნდა აღასრულო. შეიძლება ის კონკრეტულად რაღაცა არ გაქვს ამოკითხული, მაგრამ ყველა ადამიანს ისე მოექცე, როგორც შენც გაგეხარდებოდა. აი გულში რო იტყვი, რომ მე ესეთი მოქცევა მისგან მომეწონებოდა, მაშინ შენც უნდა ადგე და ესე უნდა მოიქცე. და ეს შეიძლება რთული იყოს, იმიტომ რომ ჩვენ თითოეული დაავადებული ვართ ეგოიზმით, რომ ჩვენ გვინდა რომ ჯერ ჩვენ ვიყოთ კარგად, ესე იგი. მაგრამ სახარება ჩვენს ეგოიზმს ეწინააღმდეგება. ამითიც დასტურდება, ეს არის ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება ყოველთვის, ესე იგი, პროტესტს გამოხატავს ღვთის მცნების მიმართ. ჩვენ შეიძლება, ესე იგი, გვინდა რაღაც რო აღვასრულოთ, მაგრამ როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენ შიგნით ხედავთ, ესე იგი, წინააღმდეგობას აი ამ რჯულის მიმართ. ჩვენ კი გონებით გჯერა, რომ ეს კარგია და სწორია, მაგრამ ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ამას არ ეთანხმება, არ მიყვება, ესე იგი. ეს ჩვენი დაზიანებული ბუნება არის. ამიტომ აი ადამიანი რაც უფრო ხშირად მარხვით, აღსარებით და ლოცვით თავს მოიზღუდავს, ხშირი ზიარებით, მით უფრო ნელა განიწმინდება ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ღვთის სიყვარულისთვის ვინ რამდენს გააკეთებს. აი მაგალითად, რამდენი მოწამე ჩამოვთვალეთ ახლა ჩამოლოცვის დროს. მათ იმდენად შეიყვარეს უფალი, რომ თავის სიცოცხლეც კი გაწირეს.
მათ შეეძლოთ ერთი უარის თქმით თავისი ხორციელი სიცოცხლე გადაერჩინოთ. არავინ არაფერს არ ეთყოთ. მათ იმიტომ აწამებდნენ, რომ ისინი ქრისტეს დევნიდნენ. და იმიტომაც ადამიანშიც ქრისტეს დევნიდნენ და ადამიანი თუ იტყოდა, რომ მე არა ვარ ქრისტეს მიმდევარი, იმას ხელს არავინ არ ახლებდა. აი მაგალითად წმინდა ნინოს შემთხვევაში ხვალ არის ნინოობა კვირა დღეს 1 ივნისი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა. რამდენად შეიყვარა წმინდა ნინომ, რომ მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა, მთელი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნა. და რამდენი წმინდა მოწამე, რამდენი წმინდა მამა, რამდენი ბავშვი წმინდანები, ესე იგი, მათ თავისი სიცოცხლე ქრისტეს მიუძღვნეს. და ჩვენც აი ამ რიგში ვდგევართ, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის რაღაცა გავაკეთოთ, ან არ გავაკეთოთ. ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგებით. ერთია რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია, ჯერ საკითხი აქამდე არ მიდის. ჯერ საკითხი ის არის, ჩვენ რა გვინდა რომ გავაკეთოთ ქრისტეს გულისთვის. აი მაგალითად, წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ამბობს, ლოცვასთან დაკავშირებით, აი ის კერძოდ ფსალმუნთან დაკავშირებით იყო, რომ ეკითხებიან, რომ შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა ძდომარე წაიკითხოს ეს ფსალმუნი. და ნახეთ ის რას პასუხობს, რომ გააჩნია ადამიანს რამდენი უნდა რომ შეწიროს ქრისტეს. განა არ შეიძლება, იმას კი არ ამბობს, რომ არ შეიძლება, შეიძლება. მაგრამ გააჩნია შენ რამდენი გინდა რომ შეწირო. შეიძლება ის ვინც ზის უფრო მეტს სწირავს ღმერთს, ვიდრე ის ვინც ფეხზე დგას. იმიტომ რომ შეიძლება ვინც ზის, ის უნდა იწვეს ახლა. ისეთ რთულ მდგომარეობაში, ხო არავინ არ იცის. და შეიძლება ვინც ფეხზე დგას, იმას უფრო უადვილდება ფეხზე დგომა, ვიდრე იმას ვინც ზის. ამიტომ ესე გარეგნული მითიც ვერ გამოიცნობს, ვინ რას აკეთებს, მაგრამ შინაგანად ყველამ თავის გულში იცის, ვინ რამდენს სწირავს ღმერთს. და ეს არის ეს ფსალმუნის კითხვის მაგალითია, ზოგადად რომ განვაზოგადოთ თელ ცხოვრებას. ვინ რას სწირავს ღმერთს? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სხვის ღვაწლს კიდე ჩვენ ვერ შევაფასებთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა სიმძიმე მიაქვს, რა სითმეს ის. ჩვენ შეიძლება გონია რომ ჩვენ უფრო მეტს ვითმენთ, ვიდრე ის, მაგრამ სინამდვილეში რა ვიცით. ამიტომ სხვის ღვაწლს არ უნდა შევხედოთ, ესე იგი, სხვის ღვაწლი არ უნდა დავწონოთ. არამედ ჩვენსაც უნდა შევხედოთ და რამდენი გვინდა რომ შევწიროთ, ესე იგი, რა გვინდა რომ მოვითმინოთ, რა გვინდა რომ ვიტვირთოთ მისი სიყვარულისთვის და ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვეციოს აი წმინდა ნინოს დღესასწაული მოდის ახლა. განსაკუთრებით აი ნინოს სულოცა გააძლიეროს ამ განსასწრელი ჟამს, ესე იგი, რთული დღეები აქვს და გაგაძლიეროს. ყველა ნინოს, ესე იგი, და ყველა ქრისტიანს. წმინდა ნინო ჩვენი დედა არის ყველას. ჩვენ ვართ მისი მოქცეულები, მის მიერ განათლებული და ჩვენი მეოხია ღვთის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია. წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით, ესე იგი, გორში ჩვენთან ქრისტიანების ტაძარში იქნება მეოქე ანდრიას მიერ მისი კურთხევით ჩვენი ეპარქიის სამრევლო სკოლების შემოქმედებითი ღონისძიება იქნება 2 საათს. წირვა რომ მორჩება, ცოტა ხანში დაიწყო. ხან შეგვიძლიათ მოვიძანოთ, ესე იგი, დაესწროთ. სხვადასხვა გუნდები იქნება, ზოგი იცეკვებს, ზოგი იმღერებს, ზოგი ლექსი ტყვის და მერე იქნება ნელა ამ სოფლიდანაც ჩავრთოთ, ესე იგი. ახლა ცოტა მერტი შეგვეციოს, რომ ესე იყოს, იმიტომ რომ დღეს ბავშვებს ეს ჭირდებათ. ჩვენთან არის ღმერთი.